შუადღე მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით რადიო ზეთის სადგურის კიდევ ერთი ახალი გადაცემიდან. მე ანანო მახარაძე დღევანდელი გადაცემის კორესპონდენტი გისურვებთ ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს. დაიმახსოვრეთ, რომ ქედის სათემო რადიო ფუნქციონირებს პროექტ მისი ხმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია DVV International-ის მიერ. მას პარტნიორობას უწევს გერმანული სათემო რადიო რადიო ზეთი, სადაც ჩვენ შემოგთავაზებთ უახლეს ინფორმაციას და საინტერესო დისკუსიებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. ასე რომ, ერთად ჩავუღრმავდეთ დღევანდელი გადაცემის თემას, რომელსაც ქედის წარმატებული ქალის რუბრიკა და კონკრეტულად კი ხელნაკეთი ნამუშევრების უნიკალურობა მოიცავს. აღნიშნულ საკითხზე ფართოდ ისაუბრებს სპეციალურად მოწვეული სტუმარი ირმა დიასამიძე, რომელიც ხელნაკეთი ნივთებით დიდი ხანია არის გატაცებული. თუმცა, სანამ დღევანდელ თემას ჩავუღრმავდებოდეთ, მოდი გავიხსენოთ სათემო რადიოს მომხიბლავი ისტორია, უშუალოდ რას უკავშირდება მისი შექმნა, მთავარი მიზანი და რა პრინციპებზეა დამყარებული. მისი ხმა პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონში 12 სათემო ქალთა რადიო შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას. რადიოების საგანმანათლებლო მიმართულება იქნებათ. ისინი მნიშვნელოვანი ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებას და საჭირო უნარების განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო რადიო ზეთი, რომელიც ქართულ სათემო რადიოების კონსულტირებას გაუწევს და ამავდროულად პროექტის პარტნიორი გახლავთ ქედის სათემო განათლების ცენტრი. ახლა კი რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემას, ხელნაკეთი ნივთების უნიკალურობა და მისი ისტორია. ხელნაკეთი ნივთები მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით გამოირჩევა. თითოეული ნამუშევარი განსაკუთრებული ძალისხმევით და ნიჭით არის შექმნილი, რაც მას ინდივიდუალიზმსა და განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს. ხელნაკეთი ნივთები არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველია, არამედ გულისხმობს ის ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებას, რადგან ამგვარი ხელოვნება ხშირად გადაეცემა თაობიდან თაობას. ხელნაკეთი ნივთების ისტორია უშუალოდ უკავშირდება უძველეს პერიოდს, როდესაც ადამიანები საკუთარ საჭიროებებს და საჭირო ნივთებს ხელით ამზადებდნენ. ანტიკურ ხანაში ადამიანები ქსოვით, კერამიკითა და ხის ნაკეთობებით ამზადებდნენ აუცილებელ ნივთებს ყოველდღიური ცხოვრებისათვის. დროთა განმავლობაში ხელნაკეთ ნივთებს სილამაზის და ხელოვნების ელემენტები დაემატა. ისინიც კულტურისა და იდენტობის გამოხატულებად იქცა. დღესდღეობით ხელნაკეთი ნივთების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით მასობრივი წარმოების ფონზე. თითოეული ნივთი ხელოვანის ინდივიდუალურობას გამოხატავს, რაც მას ექსკლუზიურ პროდუქტად აქცევს. გარდა ამისა, ხელნაკეთ ნივთებს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ღონისძიებებზე, გამოფენებსა და ბაზრობებზე, რაც ხელს უწყობს შემქმნელების მოტივაციას და მათი ნამუშევრის გავრცელებას. ხელნაკეთი ნივთების შექმნის პროცესი მოითხოვს დიდ დროს, მოთმინებას და ტექნიკურ ცოდნას. თითოეული პროდუქტი ხელოვანის შრომისა და ემოციის ანარეკლია. ნამუშევრების დეტალური დამზადების პროცესი კიდევ უფრო ზრდის მათ ღირებულებას, რადგან თითოეული დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით მზადდება. ხელნაკეთი ნივთების მნიშვნელობა თანამედროვეობაში. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგია და მასობრივი წარმოება დომინირებს, ხელნაკეთი ნივთები განსხვავებული და საყვარელი არჩევანია მომხმარებლებისათვის, რომლებიც იწვევენ უნიკალურობას და ხარისხს. ხელოვნების ამ სფერომ ფართო აღიარება მოეპოვა განსაკუთრებით მათთვის, ვინც აფასებს ბუნებრივ მასალებს და გარემოს დაცვას. ბევრი ხელოვანისთვის ეს არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ თვითგამოხატვის გზაც არის. სანამ უშუალოდ აღნიშნულ თემას ჩავუღრმავდებოდეთ, პირველი შესვენებისათვის და განწყობის ამაღლებისათვის დროებით შემოგთავაზებთ ინსტრუმენტალურ კლასიკას. ჩვენ კი მალე დაგებრუნდებით.
დღეს ჩვენ უწყედათ ვაგრძელებთ ტრადიციას, რომ მივაწყდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ხმა ჩვენს მსმენელს. ახლა კი მივესალმოთ ქალბატონ ირმას და გადავიდეთ დღის მთავარ საკითხზე. გამარჯობა. გამარჯობა. თავდაპირველად გაგვეცანით, ვინ ხართ და რამდენი ხანია რაც ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობთ? მე ვარ ირმა დიასამიძე, ვმუშაობ ქედის სათემო განათლების ცენტრში. ვარ ქსოვის ტრენერი და ვასწავლი აგრეთვე საქსოვი ძაფებით სათამაშოების დამზადებას. საინტერესო, როგორ გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროს მიმართ? თავდაპირველად ორნამენტებით ქსოვამ გამიტაცა 7 წლის ასაკიდან. დებიაჩემი ქსოვდა ორნამენტებით წინდებს, ძველი ტრადიციების მიხედვით. ხოდმეს გამიჩნდა ინტერესი, რომ მომექსოვა. 8 წლის ასაკში უკვე მოვახერხე ორნამენტებით ქსოვა. როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა და რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი? ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ორნამენტებით მოვქსოვე წინდა 8 წლის ასაკში. საინტერესოა თუ რა ტიპის ნივთებს ამზადებთ? უფრო მეტად ქსოვთ, კერამიკას თუ სხვა მასალებით მუშაობთ? ქსოვ ორნამენტებით წინდებს ქსოვ, საქსოვი ძაფებით, სხვადასხვანაირი საქსოვი ძაფებით, აგრეთვე ტანისამოსსაც ვამზადებთ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქსოვი ძაფებით მუშაობთ. საინტერესოა უმეტესწილად რომელი საქსოვი ძაფი ან მასალა, ანდაც ტექნიკები გიზიდავთ ყველაზე მეტად? დაზგა მაინტერესებს ყველაზე მეტად, მაგრამ ჯერ შეხება არ მქონია დაზგასთან. დიდი სურვილი მაქვს, რომ ვისწავლო და შემდეგ ვასწავლო მეც დაზგაზე მუშაობა ჩვენი სათემო განათლების ცენტრში. და რომელ საქსოვ ძაფებს ანიჭებთ უპირატესობას? უპირატესობას ხარისხიან საქსოვ ძაფებს ვანიჭებ. ეს არის ბამბის ხარისხიანი საქსოვი ძაფები, ასევე შალის საქსოვი ძაფები. სად ყიდით თქვენს ნამუშევრებს და რომელი ღონისძიებებში მონაწილეობთ უმეტესწილად? ძირითადად ჩემ ნამუშევრებს ვყიდი გამოფენა გაყიდვებზე. არის ასეთი ღონისძიებები იყო ეწვიე ქედას, განდაგანას ფესტივალს ვესწრებოდით, ტურისტული სეზონის გახსნა ექსპო ბათუმის მივიღეთ მონაწილეობა. როგორც ჩანს, უმეტესწილად ფესტივალებზე მონაწილეობთ. როგორც ვიცით, მალე იგეგმება შემოდგომა ქედაში, შემოდგომაზე და აპირებთ თუ არა თქვენი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვას? აუცილებლად მინდა დავესწრო აქ ღონისძიებას და მინდა გავიტანო ჩემი ნამუშევრები უფრო მრავალფეროვანი და შეცვლილი სახით. როგორ იწყება თითოეული ნამუშევრის შექმნის პროცესი? გაქვთ თუ არა წინასწარ დაგეგმილი დიზაინი, თუ ეს ყველაფერი სპონტანურად მიმდინარეობს?
რა თქმა უნდა, წინასწარ მაქვს დაგეგმილი დიზაინი, ნახას ვაკეთებ ორნამენტებით, როცა ვხსოვ და შემდეგ ტანისამოსსაც როცა ვხსოვ, ამასაც დიზაინი ჭირდება, რომ მოვხსოვოთ. როგორ არჩევთ მასალებს და ტექნიკას თითოეული ნამუშევრისთვის? რა თქმა უნდა, ტექნიკას და ძაფებს თითოეული ნამუშევრისთვის წინასწარ ვარჩევთ. პირველ რიგში ხარისხიანი უნდა იყოს ეს ძაფიც და ეს საქსოვი ჩხირები უნდა შეესაბამებოდეს ამ ძაფს, სომები. რომ კარგი გამოვიდეს ნამუშევარი. მუშაობთ თხელი ძაფებით ზაფხულის ტანისამოსისთვის და სქელი ძაფებით ზამთრის ტანისამოსისთვის. გაქვთ თუ არა საყვარელი ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია? კი, მაქვს თოჯინა მოგხსოვე, ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან საყვარელი ნამუშევარი იყო, დამენანა გაიყიდა და დამენანა გასაყიდათ. და რას გამოარჩევდით მას სხვა ნამუშევრებისაგან? რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში მე მთელი სული და გული ჩავდე. როგორ უთანაწყობთ თქვენს პირად ცხოვრებას და ხელნაკეთი ნივთებზე მუშაობას ერთმანეთს? იმდენად გამიტაცა ხელნაკეთი ნივთების შექმნამ, რომ ჩემ პროფესიად ვაქციე. არის თუ არა ამ საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სირთულეები? კი, რა თქმა უნდა, სირთულეებიც არის. ოჯახს ვუთანხმებ ამ სამუშაოს შესრულებას, ზოგჯერ ოჯახშიც მიწევს ამ სამუშაოს შესრულება. ზოგჯერ ღამეებიც კი გამითენებია, როცა შეკვეთები მქონია. გაქვთ ნამუშევარი, რომელზეც განსაკუთრებულად ბევრი შრომით და დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ? კი, რა თქმა უნდა, მაქვს საქსოვი ძაფით დავამზადე პანდა დათვები, რაშიც დიდი შრომა ჩავდე. და უფრო კონკრეტულად რა სირთულეებს შეეჯახეთ ამ ნამუშევრების შექმნისას და როგორ გადალახეთ ისინი? იმ სირთულეებს შევეჯახე, რომ ეს ყველაფერი უნდა დაითვალო. არასტანდარტული გამოგივა, თუ არ დაითვლი, მაგალითად ტუჩის დამზადება როგორ ხდება, ყურების დამზადება, ტანის თუ ყველა დეტალის დამზადებას დათვლა ჭირდება. და თქვენ როგორ გადალახეთ ეს სირთულეები? შევეჩვიე ძალიან მალე და გადავლახე. რა мотивация გაქვთ ამ საქმიანობის გასაგრძელებლად? ამ საქმიანობის გასაგრძელებლად ის мотивация მაქვს, რომ უფრო მეტი ჩემი мотивация ის არის, რომ უფრო და უფრო საუკეთესო ნამუშევრები შევქმნა და მეტი ადამიანი მოვიზიდო. და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ საქმიანობამ გასწავლათ პირადად თქვენ? პირადად ამ საქმიანობამ ის მასწავლა, რომ ჩემი ჰობი შემოსავლის წყაროდ მიქცია. როგორ ფიქრობთ, თქვენი ნამუშევრები უფრო ტრადიციულ სტილშია შესრულებული თუ თანამედროვე მიდგომებსაც იყენებთ? როდესაც წინდებს ვხსოვ ორნამენტებით, მაშინ ტრადიციულ წესს ვიცავ და საქსოვი ძაფებით სათამაშოებს როცა ვამზადებ, იქ ვეცდები YouTube-ში მოვიპოვო, რაც უფრო ბავშვებს აინტერესებთ, ან მულტფილმის გმირებიდან ავიღო და ისე დავამზადო. ხართ თუ არა ჩართული ხელნაკეთი ნივთების შემოქმედებით ჯგუფებში ან ესწრებით თუ არა სხვადასხვა შეხვედრებს? კი, რა თქმა უნდა, ჩართული ვარ და ვესწრები ტრენინგებს. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ შეხვედრებს, ამ თემებზე საუბარს და გამოცდილების გაზიარებას? ამ შეხვედრებს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გავიცანი ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი, გაუზიარე ჩემი შემოქმედების შესახებ და მათგან ვისწავლე ბევრი ახალი რამ. გქონიათ თუ არა ისეთი შეკვეთები, სადაც მომხმარებელი თავად უკვეთავს საკუთარი დიზაინით? კი, რა თქმა უნდა, მქონდა წინდებზე შეკვეთები, მომხმარებელმა მომაწოდა თავისი დიზაინი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული დიზაინი იყო, მაგრამ მე შევძელი და როგორიც მას უნდოდა, ისეთი მივაწოდე. და საინტერესოა თუ როგორ უთანაწყობთ მომხმარებლის მოთხოვნებს თქვენ შემოქმედებით ხედვასთან? ვცდილობ, რომ გავათანაბრო ჩემ შემოქმედებით ხედვასთან მომხმარებლის მოთხოვნილება.
როგორც უკვე აღნიშნეთ, მუშაობთ ქედის არასამთავრობო განათლების ცენტრში და სხვა ახალგაზრდებს ეხმარებით შეისწავლონ ისა თუ ის ტექნიკა. Როგორ უყურებთ თქვენ ახალგაზრდა დამწყებ ხელოვანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობას და ამ სფეროში განვითარებას? მე ძალიან მიხარია, როდესაც ახალგაზრდები ამ სფეროთი არიან დაინტერესებული და პირველ რიგში ვასწავლი მათ არა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკის გაცნობას, არამედ ტრადიციულსაც. თქვენი აზრით, რა როლი აქვს ხელნაკეთ ნივთებს თანამედროვე სამყაროში, სადაც მასობრივი წარმოება დომინირებს? ის რომ ეს ნამუშევარი წარმოადგენს თვითონ წარმომადგენლის იდენტობას. და საბოლოოდ, რა რჩევას მისცემდით იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს ხელნაკეთი ნივთების შექმნას ან ეძებს მოტივაციას ამ საქმიანობაში? პირველად როცა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებ, თითქოს და რთულია, მაგრამ არ უნდა შეუშინდნენ ახალგაზრდები ამ სირთულეებს. ჩვენი შეხვედრა კი დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა მინდა გადაუხადო მოწვეულ სტუმარს და მე შეგახსენებთ, რომ ქედის სათემო რადიო ფუნქციონირებს პროექტ მისი ხმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია DVV International-ის მიერ. მას პარტნიორობას უწევს გერმანული სათემო რადიო რადიო Z. მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენი მსმენელი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია თეთრი კარავი. მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და თქვენი თხოვნით რამდენიმე გადაცემას მე გავუძღვები. დღეს ორი ძალიან საინტერესო და წარმატებული ქალბატონი გვეყოლება სტუმრად. ისინი თავად გვიამბობენ იმაზე, თუ რა სირთულეების და წინააღმდეგობების გადალახვა დასჭირდათ, რომ საბოლოოდ თავიანთი ნამდვილი ადგილი ეპო ცხოვრებაში. ქალბატონი მარინა და ქალბატონი ნინო არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. აბა რომელი დაიწყებთ? სანამ ჩემს თავზე რამეს ვიტყოდე, ქალბატონო ეკა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მგონის ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი თქვენი მონაწილეობით. დიდი მადლობა. მე მქვია მარინა, ვარ 46 წლის. ახლა რასაც მოუყვები, ბევრ ქალს აქვს მსგავსი ისტორია, მაგრამ ყველას არ შეუძლია, რომ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ილაპარაკოს. მოკლედ, ცოლად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გავყევი. რაც 25 წლის წინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძნელია კარგი ოჯახის შექმნა ადამიანთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ურთიერთობა გქონოდა. უბრალოდ, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ ქონდა, ყველაფერს წერტილი დავუსვი და გავშორდი. ეს ნაბიჯი ჩემმა ოჯახმა ძალიან მტკივნეულად მიიღო. ეხლა წარმოიდგინეთ, ტრადიციულ პატარა ქალაქში ცხოვრობ და ქმარს გაშორებული შვილი უკან გიბრუნდება, თანაც პატარა ბავშვით. წარმომიდგენია. ამ დროს შეიძლება დაუმსახურებელი ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ასეც იყო სხვათა შორის. როცა ჩემი ბავშვობის მეგობრებთან, ჩემს კლასელებთან ისევ მომინდა აქტიური ურთიერთობის გაგრძელება, მათგანაც კი რაღაც დისტანცია ვიგრძენი. მე კი ჩემი ყურით გავიგონე ერთ-ერთის დედისგან, მაგასთან ერთად თუ ივლი ქუჩაში, რასაც მაგაზე ამბობს ხალხი, შენზეც იგივე სიტყვიან. ამის მერე მე თვითონ ვთქვი უარი მათთან მეგობრობაზე. შეიძლება მეც ჩავერთვები რაღაც გამახსენდა. კი, აბა რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. სკოლაში მეც წარედ მახსოვს, ახლა კი მეცინება, მაგრამ ერთი ხუთოსანი კლასელი ყავდა ყველასთვის სამაგალითო. ყველა დაფაზე მისი სურათი ეკიდე დიდი ბაფთით და ხელში წიგნებით. ისე ცოტა კი მშურთა, მაგრამ მეგობრობდი, ძალიან მიყვარდა და მე დღესაც მეუნება ჩემთან მეგობრობა თუ გინდა 4-ოსანი მაინც უნდა იყოლა და 60-თან მოკლედ ვეღარ მიმეგობრებო. მერე რამდენი წლის იყავი? რა ვიცი, ესე 10-11-ის ვიქნებოდი.
ის ღამე თეთრად გავათენე ფიქრებში. პირველად იყო რომ რაღაცაზე ვიდარდე და ბევრი ვიფიქრე. მეორე დილას კი დედაჩემს ვუთხარი, მათემატიკაში ძალიან ჩამოვჭი და დახმარება მჭირდება მეთქი. იმავე საღამოს გამაქარნა ჩემს მათემატიკოს ნათლიასთან და ბევრი რომ არ გავაგრძელო, წლის ბოლოს უკვე ყველა საგანში ფრიადები მყავდა. ჩვენ დროს ხომ გახსოვთ, ხუთბალიანი სისტემა იყო, მოკლედ მეც ხუთოსანი გავხდი. ყოჩა. და მე ისევ გააგრძელა ხუთოსანმა თქვენთან მეგობრობა? არა, მე აღარ მომინდა. ისე ვინ იცის, იქნებ ზოგჯერ ასეთი ადამიანები იმიტომ ხვდება ჩვენი ცხოვრების გზაზე, რომ უკეთესობისკენ შევიცვალოთ. კი, არის მაგაში რაღაც ჭეშმარიტება. ბოდიში რა რო ჩაგეჭერით. არა, პირიქით, ძალიან საინტერესო რაღაც მოყევით. ვაგრძელებ ჩემს ისტორიას. მოკლედ დაუბრუნდი ჩემს მშობლებთან და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ საკუთარი ბედნიერებისთვის ბოლომდე მებრძოლა. პირველ რიგში კი ჩემი შვილისთვის, რა თქმა უნდა, რადგან მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბედნიერი და მომღიმარი დედა. ნამდვილად ასეა გეთანხმებით. ცხოვრებაში ჩვენ რაც არ უნდა რთული პერიოდი გქონდეს, ამის გამო ბავშვები არ უნდა დავთრგუნოთ და დავაკომპლექსოთ. მალე ჩვენს პატარა ქალაქში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ჯერ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები გაიხსნა და რა თქმა უნდა პირველი მე ჩავეწერე. მერე კი სხვათა შორის ამერიკიდან მოწვეული ქალბატონი კვილთის შექმნის ხელოვნებას ასწავლიდა და იქაც გავწერიანდი. თან ვთხოვე თუ შეიძლება ჩემი შვილიც რომ ვატარო წრარი ბავშვია და არ შეგაწყვეტნე. არ უნდა მოწყენილი მჯდარიყო სახლში ჩემს ბოლოდიაში. რას ქვია შემაწუხებსო, აუცილებლად მოიყვანეო. რას ვიფიქრებდი რომ ქალბატონი მარჯი ჩემი 6 წლის გოგონასაც დააწყებინებდა კვილთის კეთებას. ისეთი სიყვარული უხსნიდა, როგორ უნდა შეეკერა ნაკუწებისგან პატარ-პატარა რაღაც გადასაფარებლები, ისეთი კარგი იყო. ისეთი რუდუნებით, რომ ჯგუფში 6 ქალი ვიყავით და ჩემმა პატარამ ყველაზე მალე აუღო ალყო. თავიდან ჩვენი ნამუშევრების რეალიზაციაში ყოველს ქალბატონი მარჯი გვეხმარებოდა, მე კი ინტერნეტში ჩემი გვერდი გავაკეთე, შეკვეთებით წამოვიდა. ძირითადად უცხოელები ინტერესდებოდნენ და მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა და დღეს უკვე მე და ჩემს ქალიშვილს დედაქალაქში ჩვენი სახელოსნოც გვაქვს და ვინაც ვიყიდოთ, რა თქმა უნდა. ჩემი ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ გაგამხნევოთ. ყველა ის ქალი, რომელსაც უხეირო ქმარი ყავს და მასთან დაცილების და დამოუკიდებელ ცხოვრების ეშინია. ნუ გეშინიათ ქალებო, ნუ გეშინიათ. იყავით თამამები და ისწავლეთ. ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის შეძლებთ თქვენი ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ. მე ახლა თავად ვასწავლი კვილთის შექმნის ხელოვნებას და მაქვს ფასიანი ჯგუფები. მაგრამ ყველა ჯგუფში 2 უფასო ადგილი მაქვს. რომ სხვებსაც, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შევასწავლო ის საქმე, რამაც მე გადამარჩინა და მერე კი წარმატებაც მოვიტანე. ჩემს კოორდინატებს თეთრ კარავში ვტოვებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის. მე ერთი პირით გემშვიდობებით ძვირფას მსმენელება და იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს ახალი ამბებით და საინტერესო თემებით. მომავალ შეხვედრამდე.